ინფიცირების მიზნით. ეს პაროლი იყო დაბადების დღე. აქედან გამომდინარე აჯანყებას ასევე ჰქონდა სხვა სახელი. ოპერაცია ბედნიერი დაბადების დღე. ან უფრო რუსულად რო ვთქვათ, ოპერაციის днё рождения. გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი იყო მთელი კუნძულის, რაც შეიძლება სწრაფად დაპყრობა. განსაკუთრებით სამხრეთ და ჩრდილოეთ ბატარეების. ისე რომ გერმანელებს სანაპიროდან არ ექნებოდათ დრო კუნძულზე დახმარების გაგზავნისთვის. აჯანყება იწყება 6 აპრილის ღამის პირველ საათზე კუნძულის მასშტაბით. სულ რამდენიმე საათში ქართველები 400-მდე გერმანელს კლავენ. ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება ნაკლები ხმაური გამოეწვიათ, მაგრამ აღმოჩნდა რამოდენიმე განსხვავებული ჯარისკაცი, რომლებიც იყენებდნენ ტყვია ფრქვევებსა და ყუმბარებს. გერმანელი მეთაური მაიორ კლაუს ბრეიტნერი, რომელმაც მეთაურობდა 822 ქართულ ბატალიონს, იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ვერმახტის ჯარისკაცთაგან, ვინც გადარჩა. მან მიაღწია სამხრეთ ბატარეას.